დღეს ახალი სტილით 11 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენიებს დიდმოწამე სტეფანე ახალს, წმინდა მოწამეებს ირინარქს და მასთან ერთად 7 დედას. ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს 2 ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად. იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა წმინდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მომძლავრებული უშჯულოებით სულ დამძიმებულმა წმინდა სტეფანეს მართლმორწმუნე მშობლებმა დატოვეს კონსტანტინეპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ. 16 წლის ძეკი წმინდა აუქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. სტეფანე მოიკვეთა საკუთარი ნება. თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და 15 წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა მისგან ბერმონაზვნურ ცხოვრებას. რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანეს მოძღვარმა ნეტარმა იოანემ სული უფალს შევედრა. დამწუხრებულმა წმინდანმა მისი პატიოსანი ცხედარი კრძალვით მიაბარა მიწას, თავად კი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა. მალე ღირს მამას მიაშურეს ბერებმა, რომელთაც სურდათ მისი ხელმძღვანელობით ეღვაწათ. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც წმინდა სტეფანე გახდა. ამასობაში წმინდა სტეფანე სავანისა და მისი იღუმენის შესახებ დედაქალაქშიც შეიტყვეს. თვითმპყრობლის ბრძანებით წმინდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. იმპერატორმა განკარგულება გასცა სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. უშჯულო იმპერატორმა ბრძანა წმინდანი საპყრობილეში დაებრუნებინათ, სადაც უკვე ხატების თაყვანისცემისათვის მსჯავრდადებული 342 ბერი იყო გამომწყდეული. წმინდანმა 18 თვე დაჰყო სატუსაღოში. როცა უღმრთო თვითმპყრობელმა შეიტყო, რომ ნეტარმა მამამ ციხეში შექმნა მონასტერი, თავისი 2 უსაყვარლესი მსახური, ტყუპი ძმები გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულმა ძმებმა უფლის სათნო მყოფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბწყინებული სახერო მიხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და ცოდვათა მიტევება და ლოცვებში მოხსენიებას თხოვეს. უკან დაბრუნებულებმა მეფეს მოახსენეს ბრძანება შევასრულეთო, მაგრამ იმპერატორმა შეიტყო სიმართლე და კიდევ ერთ სიცრუეს მიმართა. თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმინდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა. გონდაკარგული უშჯულოები მაინც არ დაცხრნენ. ისევ ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ უფლის რჩეულის უსულო ცხედარს, ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ერთმა მართლმორწმუნემ ფილაქანზე დანთხეული წმინდანის ტვინის სუფთა ნაჭერში მოაგროვა და სასოებით შეინახა. ნეტარის ცხედარი იმპერატორის ბრძანებით ერთი ნასაყდრალის ბალავარში გათხრილ ორმოში ჩააგდეს, სხვა მართლმორწმუნეთა ცხედრებს შორის. ეს მოხდა 768 წლის 11 დეკემბერს.